სახიფათო კავშირები. Ექთანო, ეს პაციენტისაა. სხვა პაციენტები უნდა ვნახო. პალატაში დაუტოვეთ. მასწავლებელო, სიცოცხლეს შენ უნდა გიმადლოდე. დედიკო! ნუ გეშინია შველო. ჩემი ნუ გეშინიათ. ამიერიდან მტრები აღარ ვართ. წავიდეთ! შენ მე გადამარჩინე. მეც სიტყვა შევასრულებ. პოლიციისგანაც დაგიხსნი. და ყველაფერში გვერდში დაგიდგები. გაქცევა აღარ დაგჭირდებათ. ფიქრობ, რომ დაგიჯერებ. მართალს გეუბნებით, მასწავლებელო. ბუშრა აღარ მჭირდება. იასემინსაც სახლში გამოგიგზავნე. წაიყვანეთ ჩემი მანქანა. და სახლში წადით. ამდენი რამის შემდეგ ვეღარ დაგიჯერებ. ღმერთმა გნას. მართლა დაგვანებო თავი და იასემინის სახლში გამოგვიგზავნა. დავიდეთ. აი ნახავ. ვალს დაგიბრუნებ. შენი სიცოცხლე. ჩემს ხელში კი არა, ღვთის ხელში იყო. შენ ღმერთის არ გჯერა. ის ისეთი გულმოწყალია, რომ მიუხედავად ამდენი ბოროტებისა ერთი შანსი კიდევ მოგცა. თუმცა ამას შენ ვერ გაიგებ. არ წახვიდეთ, მასწავლებელო. დამიჯერე. შეცდომა დაბუში. არა და ყველა ინფორმაცია ხელთ გქონდათ, რაც კი გჭირდებოდათ. ათეში საავადმყოფოშია. ეს იმის დასტურია, რომ ის მოწამლული იყო. მასწავლებელო. თქვენ საწოლში დაბრუნდით. გამატარე. ექიმო. შეჩერდი, მასწავლებელო. შეჩერდი. არ წახვიდე. გაჩერდი. შეჩერდი. გაჩერდი. ეს დამალობანა უნდა დამთავრებულიყო. როგორც ხვდები, ათეში მასწავლებელმა გადაარჩინა. ეს წარმოუდგენელია. ათეშმა ტელეფონში მითხრა, რომ ისინი დაიჭირა. ეთყობა იმ დროს იმოქმედა საწამლავმა. მასწავლებელმა კი გადაარჩინა. მაგრამ ეს რატომ უნდა გაეკეთებინა? ამაზე მერე ვილაპარაკოთ ლუციფერ. შეგიძლია უკან გაყვე ბავშვსა და ქალს. ისინი ერთხელ უკვე დავიჭირა. ვერც მეორედ გადამირჩებიან.
რაზე ფიქრობ, ბოშრა? მის ნათქვამზე იქნება არ გვატყუებდა. შესაძლოა, მაგრამ ჩვენ იმდენი რამ გადაგხვდა თავს, რომ ამ რისკზე ვეღარ წავიდოდით. მართალი ხარ. რა კარგი იქნება ჩვენც რომ დაგვიხსნას და დედაც გამოუშვას. იქნებ სიმართლე გვითხრა. იქნება არ მოგვატყუა. იცი ეს მოულოდნელი რეალობა იქნებოდა. აი ისინი, ვიპოვე. არ მჯერა რომ ეს პატარა გოგო უკვდავია. ათეს. მოღალატეობაში ისდებ ბრალს. ჩემს ინტუიციას და შეგრძნებებს ენდეთ. როცა გოგონას დავიჭერთ და დნმ-ის ტესტს ჩავუტარებთ, დამეთანხმებით. ეს გოგო ერთი რიგითი სასაცილო და საცოდავი ბავშვია. როცა დედაშვილის ადგილს სამყოფელს ვიპოვით, დავიჭერთ და ცხადი გახდება. როგორ მომნატრებია სტამბოლი? სახლში ვეღარ მივსულართ, ხომათი ბრალია. იმედია ერთ დღეს ყველაფერი გამოსწორდება. ბებიასთან მივდივართ? მაგრამ ალბათ დიდი დრო დაგჭირდება, ვიდრე იქ მივალთ. უკანასკნელი ფულით სათვალე და თავსაფარი ვიყიდე. არა უშავს, ფეხით წავიდეთ. ეგნივთები აუცილებლად უნდა გეყიდათ, თორემ გიცნობდნენ. ბებოს ძალიან გაუხარდება ჩვენი ნახვა. სოფრა გავაწყე. უკვე რამდენი ხანია ყურანს კითხულობ. იმიტომ რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია მათი დახმარება. რა მოხდა? არ ვიცი შვილო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გვითვალთვალებენ. არავინ არ მოყვება. ცუდად ხომარ ხარ. საავადმყოფოში წავიდეთ. წამოდი, დედიკო. არა, ავად არ ვარ. რაღაც ზეწოლას ვგრძნობ. რაღაც მაწუხებს. როგორ შეძლო მაგიის შეგრძნება? ამ ქალს გრძნობები ძალიან აქვს განვითარებული. მორალურად ძლიერია. მუდმივად ლოცულობს. ნებისმიერი ლოცვა უბრუნდება უკან. რა უნდა ვქნათ? მითხარი. ჩემს ზემოქმედებას თავისი ლოცვებით ანეიტრალებს. ყურადღება თუ გაეფანდება და არ ილოცებს, მე გავაგრძელებ მასთან კავშირის დამყარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გამიჭირდება. გთხოვთ, კარი გამიღეთ. მინდა ამ სიმშვიდეში ჩემ შვილთან ერთად ყურანი წავიკითხო. რა თქმა უნდა, შვილო, სიამოვნებით. ძალიან გამიხარდება. მოდით, შვილო, მოდით.
გამომართვი შვილო. არა. 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 ძალა დავკარგე. დავკარგე. მაგრამ შენც ძლიერი ხარ. არა. ამ ქალს ვერ გამომკლავდები. ძალიან ძლიერი რწმენა აქვს. ეს ფურცლები სასწრაფოდ გაანადგურებ ლუციფერ. სასწრაფოდ. შენის ვერ გაჯობებს ლუციფერ. ახლა ხომ კარგად ხარ? ღვთის წყალობით. ახლა იმ ზეწოლას აღარ ვგრძნობ. დავიღალე, ჯერ არ მივედით? ცოტა დარჩა. დედა ნერგისის სახლი 2 ქუჩის იქითაა. ყურადღება, თურქ ქუჩის 45 ნომერში ქურდობა მოხდა. გასაგებია. გამოიგზავნება დამხმარე ძალები. დედიკო, გავიქცეთ. გავიქცეთ. მოიცადეთ, შეჩერდით. შეჩერდით. სად უნდა წავიდეთ, დედა? ჩიხში შემოვსულვართ. პოლიცია მოდის, რა უნდა ვქნათ? მოდი შვილო. კარი გაგვიღეთ. პოლიცია მოგდევს, დაგვიჭერენ. რატომ გარბოდით? ჩემს შვილს თქვენი შეეშინდა. იქნებ სხვა მიზეზი გაქვთ. ახლავე გავიგებთ. პირადობა თუ შეიძლება. პირადობის მოწმობა თან არ მაქვს. ხელები დაუშვით, სახე მაჩვენეთ. ეს ქალბატონი საიდანღაც მეცნობა. ეს ის ცნობილი ზეინებ მასწავლებელი არ არის? კი, ის არის. მკვლელობის განყოფილება ეძებს. ახლავე მკვლელობის განყოფილებას დაუკავშირდი. მან დიდექით და არ გაინძრეთ. დედა, ახლა დაგიჭერენ, რა ვქნათ? არ ვიცი შვილო. თავს როგორ ვუშველი? მე მხოლოდ ღმერთი თუ მიშველის.
შველო, რა გაგჭირვებია? მოდი, შემოდი. ღმერთი კეთილ ადამიანს არ მიატოვებს. კარი გააღეთ, პოლიცია. კარი გააღეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობებია. გამონჯან მრთელებას გილოცავ ათაში. შენ მე მომწამლე. ჩემი მოკლა გინდოდა. შენ ეს დაიმსახურე. იმ საბუთების გამო მახე დამიგე. უფლება მაქვს სიმართლე ვიცოდე. გაინტერესებს საჰირე იყო თუ არა შენი ნამდვილი დედა? დიახ, ის უმსგავსო ქალი დედა შენი იყო. მე სიმართლე გითხარი. შენ ყველაფერი იცი. დიდი ძალა გაქვს. მაგრამ შენს გამო ის პატარა გოგო ხელიდან გამისხლდა. ვიცი. მასწავლებელმა კი სიკვდილს გადაგარჩინა. მაგრამ მაინტერესებს. რატომ არ მიგატოვა როცა კვდებოდი? თუ ყველაფერი იცი, ესეც გეცოდინება. ასე არ არის? მასწავლებელს გადარჩენის სანაცვლოდ რა შეპირდი? ბატონო, საავადმყოფოები შემოვიარეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ვერ იპოვეთ, არა? შემდეგ მოხვედი და ყველაფერი ლუცფერს მოუყევით, არა? ჩვენ არაფერი მოგვიყოლია, ბატონო. მართლა? დაგვიჯერეთ, ბატონო. დაგიჯეროთ? დაიშალეთ. უფროსო? გამარჯობა, უფროსო. გამარჯობა, მეთაური. უკაცრავად შეგაწუხეთ. ნამდვილად ზეინებ მასწავლებელი იყო? გამადარეთ. ჩვენმა კოლეგებმა კი ნაღამ დაიჭირეს. ამ სახლის წინ შევნიშნეთ. მასთან ერთად პატარა გოგონაც იყო. აქ ჩიხია. რადგან გასაქცევი არ იყო, ჩემი მეგობარი გამოსაცხადებლად წავიდა. მე კი მანქანაში დავბრუნდი, რომ ხელბორკილი ამეღო. ამ დროს სახლის გარი გაიღო და მოხუცებულმა ქალმა სახლში შეიყვანა. უკანა გასასვლელი არ აქვს. ესე იგი ისევ სახლში არიან. რაღაც ელოდებით, კარი გააღეთ. ბატონო, ახალი კანონის მიხედვით დარწმუნებული ხართ, რომ ის ქალი ნამდვილად ზეინებ მასწავლებელია? დარწმუნებულები ვართ. მაშინ პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღებ. სინათლიანთე. დენი არ არის კომისარო. ყველგან მოძებნეთ. ზედა სართულზე ადით. დეიდა, ის ქალი და ბავშვი სად არიან, წეღან რომ შემოიყვანე? შენ გეუბნები, დეიდა, მიპასუხე. სახლში არავინაა კომისარო, მაგრამ გასაქცევიც არ სადაა. ნამდვილად აქ უნდა იყვნენ. დეიდა, სადამალე ისინი? კანონის მიხედვით გაქცეულის გადამალვა დანაშაულია. ახლა ვიგითხარი სად არიან? გითხარი, თორემ პასუხს აგებ. ყვილად ნუუყვირეთ, ბატონო. ჭუაზე არ არის. საწოდავი ცოტა შეშლილია. არ იცის რას აკეთებს. კი, მაგრამ ამ სახლიდან როგორ უნდა გაქცეულიყვნენ? ქვევით სანახშირია. იქიდან გზა უკანა ქუჩაზე გადის. ეს რა ჩაიდინეთ, დეიდა? ღმერთი კეთილ ადამიანებს წყალობს, შველო. და ყოველთვის მათთან არის. დები ამ სანახშირედან გაგვაპარა. პოლიციისგან გადაგვარჩინა. არა, შველო, ეს ღმერთს გადაურჩენი ხართ. სწორად მოიქეცი, რომ მაშინვე დაგვირეკე.
ეს სახლი ახლახანს იქირავე? ხო. მაგრამ ჯერ ვერ მოვაწყვეთ. ჩვენს გამო შენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ჩემი ცხოვრება ისედაც თავდაყირა იდგა. მათ დამომიგლეს. მართალია. შენც მათი მსხვერპლი ხარ. ნედავ ბიძია ოსმანიც ჩვენთან იყოს. მას არასდროს დავივიწყებთ. ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება. ის სუმდაბალი სიკვდილს გადაარჩინე? ხო, ასე მოხდა. ძალიან კეთილი ხარ. მე შენს ადგილზე იქვე მივატოვებდი. იმ გამოქვაბულშივე დაისჯებოდა. ჩემი გოგო სწორად მოიქცა. დასჯა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. იმ სატანას ერთ დღეს აუცილებლად მოეთხოვება პასუხი. ლოცვა თუ გინდა მეჩეთი ღიაა შვილო. არა, არ მინდა. ნუ გეშინია. მაგრამ ამავე დროს გინდა რომ რაღაც გაიგო. რას ნიშნავს რაჰმან ვე რაჰიმ ოლან ალაჰინ ადინა? ამ ლოცვას რატომ ამბობენ? ეს ლოცვა საკუთარი უძლურების, საწოდაობის ცოდნას და ღმერთისგან შემწყნარებლობის გაზიარებას ნიშნავს. რა უძლურების? რა საწოდაობის? ეს არის ჰარმონიულობა ყველა არსებასთან, რომელიც მოძრაობს. ხის წვრილი სუსტი ფესვები ღმერთის სახელით ეხება კლდეებს, ხრეთს მას და გაივლის. ფესვები არ შრება. სიცივე მას არ ყინავს. ფიზიკის კანონები მასზე არ მოქმედებს. ეს არის და ეს. და ამას შეწყალებას არ აკავშირი აქვს. განა იმ ნაზ და უძლურ ფესვებს მოწყალე ღმერთი არ აძლიერებს და იცავს მისი არსებობის უფლებას. ვინ ავსებს წვრილ ფესვებს? ეს ხომ აუხსნელია. ეს ნიშნავს, რომ არსებობს შეუცნობელი ძალა, რომელიც აუხსნელ მოვლენებს ხელს უწყობს. არსებობს ისეთი რამ, რაც ამ საწოდავებს ამოძრავებს. და ადამიანებსაც ეს ჯერათ და ძლიერდებიან. ესე იგი მათი სიძლიერე ლოცვას უკავშირდება? ვისაც ღმერთის სამს არც გაჭირვებას ნებდება და არც მისი წყალობით განებიურდება. ღმერთს თავისი ქმნილებები ღრმა სიყვარულით უყვარს. რატომ არიან ისინი გულმოწყალენი? რადგან ღმერთიც გულმოწყალია. ვისაც ღმერთის სამს, მას გულში ბოღმა და სიძულვილი არ აქვს. შეიძლება მხოლოდ შეებრალოს ის, ვინც მორწმუნე არ არის. შეიძლება ყველა ადამიანი ასეთი იყოს. თუ მშვიდი გონებით იფიქრებს, საკუთარ სინდის მოусმენს, რა თქმა უნდა შეძლებს. ღმერთის წყალობა ისეთი დიდია, რომ ყველა არსებას შეუძლია მისი შეგრძნება. ხვალ ახალ ტანსაცმელს გიყიდი. მადლობებია. მაგრამ ჩვენ სულ გავარბევართ და თან როგორ უნდა ვატარო? ნუ ღილა, ერთ დღეს ეს ტანჯვა დასრულდება. მაგრამ არ მთავრდება. რა კარგი იქნებოდა ერთად რომ გვეცხოვრა. სკოლაშიც ვივლიდი. მართალი ხარ შვილო. იქნებ იმ ბოროტმა კაცმა პირობაში ასრულოს. დედა დამიბრუნოს. სულ ვლოცულობ რომ პირობაში ასრულოს. ჩემო საყვარელო. ალბათ პოლიცია ყველგან მეძებს. დედან ერგისთანაც მივიდოდნენ. აქ საიმედოდ ხარ. მოგეშინია. ჩაის დალევ დედან ერგის. არა შვილო, უკვე ბევრი დავლია.
ბატონმა დავუთმა ალბათ უკვე გაიგო, რომ სტამბოლში ვარ. თავს არ დამანებებს. ისევ უნდა წახვიდე. სხვა რა გზა აქვთ? ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ. სამსახური უნდა ვიშოვო. ბუშრას ძალიან უნდა სკოლაში სიარული. საბრალო ბავშვი, რაც დაიბადა მას შემდეგ ქაოსში ცხოვრობს. ჩემი საცოდავი გოგო. იმ უნამუსოს ბავშვი მოუტყუებია. ბავშვს გონია, რომ შენ დაგიხსნის და დედამისსაც დააბრუნებს. რომ გადაგირჩინა, იმისთვის დაგპირდა. სიმართლე გითხრა, მეც კი ვფიქრობ, იქნებ პირობა შეასრულოს. ნეტავ დედა ნერგის, მაგრამ არ მგონია. შენ ხომ სიკვდილს გადაარჩინე. არ შეიძლება იქნებ გონს მოეგოს. სად არის? ადექი იასემინ. მოგეშინია. შენს ოჯახში უნდა დაგაბრუნო. ეს ქურთოკიც გიყიდე. ზამთარი მოდის. მადლობებია. ესენი როდის იყიდე? თქვენ რომ გეძინათ, გავიქეცი და ვიყიდე. არ ჯენდამ ვიწყები ხარ. რატომ შეწუხდი, დედა? ბუშრას რომ მოყიდე, ის არ იყო საკმარისი. ვიფიქრე, ბუშრას შეგშურდებოდა. დედა, პატარა ხომ არ ვარ? რა თქმა უნდა, პატარა ხარ. ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები. ჩემო საყვარელო, ჩემო გოგო. მეც მინდა თქვენთან. და ჩემო საყვარელო. მიყვარ ხარ. გეყოფათ, გეყოფათ. რა მოხდა, დედა? არაფერი, ბუშრა. აბა რატომ ტირი? ალბათ დედა შენი გაახსენდა. როცა სტამბოლში ჩამოდიოდა, ზეინებს ვეხვეოდი და ვეფერებოდი. დედა შენიც მოგვარდებოდა და ჩაგვეხუტებოდა ხოლმე. ნოტირი, მე ვიცი, რომ დედა იასემინი დაბრუნდება. იასემინ, შენი დამოვა და წაგიყვანს. რა გჭირს? არ გიხარია? დამელაპარაკე. რატომ არ ლაპარაკობს? რა გაუკეთე? მე არაფერი გამიკეთებია, ბატონო. მაგრამ იქ ცხოვრება ადვილი არ არის. ადამიანობას ავიწყებს. გასაგებია. დადი, მომშორდი. დაბანეთ, თმები დავარცხნეთ.
ახალი ტანსაცმელი ჩააცვით. შემდეგ კი ქალბატონი იასემინი კლინიკაში უნდა წავიდეს. გასაგებია რა გითხარით? გასაგებია ბატონო ათეშ. ახლა ვეწადით. ეს გოგო ვინ არის? ჩემ საქმეში ნუ ერევი. მოდი გამოვიცნობ. ეს ბუშრას დედაა, იასემინი. ხმა მოიღე, ენა გადაყლაპე? თქვი ვინ ხარ? არ შეეხო ლუციფერ. საწოდავი. ეს გოგო რატომ გამოაჩინე? მასწავლებლისთვის მადლობის გადახდა გინდა თუ მახეს უგებ? შენ თვითონ გამოიცანი. წინასწარმეტყველება შენ შეგიძლია. ჩემ საქმეში ნუ ერევი. აქ უფროსი მე ვარ. სულელო ბავშვო. მალე დიდ უბედურებას დაგატეხთავს. ბებია, თქვათ სამკაც სიკეთეს ვუკეთებ, მაგრამ ისეთ სიკეთეს, რომ მათი ცხოვრება მთლიანად შეიცვალოს. მერე? მერე ამ სიკეთეს ისე ვაკეთებთ, რომ სამაგიეროს არ ველით. ხო, ასეა. ის სამი კაცი კიდევ სამ კაცს უკეთებს სიკეთეს. უკვე 9 კაცი გამოდის. ის 9 კიდევ სამ კაცს უკეთებს სიკეთეს. გამოდის. 27 კაცი. ხო. ის 27 კაცი კიდევ სამ კაცს ეხმარება. ამგვარად გარემო ბაღნარად იქცევა. ჩემო ჭკვიანო. ნეტო მართლა არსებობდეს სექსიყვარულის დღე. იარსებებს. ერთ დღეს ჩვენი უბანი, ჩვენი ქალაქი, უფრო მეტიც მთელი მსოფლიო უკეთესი იქნება. ვინ არის? მოგეშინია, ალბათ დეიდა ნილგიონია. შემოდი, რატომ დაიგვიანე? საქმე გამიგრძელდა. გამარჯობა. გამარჯობა საყვარელო. მოდი შემოხედო. ახალი ტანსაცმელი გაცვია? ახლა შევნიშნე. შენც ძალიან ელეგანტურად გამოიყურები. გმადლობ. ყველაფერი ბებიამ გვიყიდა. სულ ჩვენზე ზრუნავს. თუ შეგშურდა, შენც გიყიდი. შენ ჩაის თუ ამიდოღების ციცმეყოფა. ახლა ვაშვილო. მეც აგეხმარები. მოდი შვილო. ზეინებ, მოდი. წამოდი შვილო. ისევ გაზეთის პირველ გვერდზე ხარ. ახლა შენც დაგიწყებენ დევნას. მალე ამ სახლსაც იპოვიან. მალე უნდა წავიდე აქედან. ისედაც მინდიხარ. ეს შენი ავანსია. ეს ტელეფონი. ვერ გავიგე? ერთმა ჟურნალისტმა სამუშაო შემომთავაზა. მაგრამ ამის დრო არ მაქვს. ერთად გავაკეთოთ, რა სიტყვი? მე რა უნდა გავაკეთო? რეინკარნაცია უნდა განიხილო. ხომ არიან პირები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბარიშ მანჩუან პრინცესა დაიანა არიან. თითქოს მათი სულები სხვა სხეულში გადასახლდა და ხელმეორედ მოევლინა ამ ქვეყანას. ეს უნდა გამოიკვლიო. მე ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ მასწავლებელი ხარ და ამას მშვენივრად გააკეთებ. ქალბატონი მზად არის. ჩიკენ. გადით. ოთურიე. დაჯექი. ჯერ ჟურნალისტი უნდა ვიპოვოთ. ის იპოვის შენს დას. ახალი მასულები ხართ და უკვე წასვლას აპირებთ.
მათთვის აქაურობა საფრთხეს წარმოადგენს. ასე სჯობს დედა. ახლა ტელეფონი გვაქვს, ყოველდღე დაგირეკავთ. ტელეფონი რეკავს. გისმენთ? მიცანი ჟურნალისტო. შენ ათეში ხარ. ათეშია? რა გინდა? მინდა რომ მასწავლებელი იპოვო. ან იქნებ შენთანა. სად უნდა წასულიყო სხვაგან, თუ არა შენთან. ეს აიდან მოიტანე. გაზეთებში წერენ რომ სტამბოლშია. რა გინდა მისგან? მას სიტყვა მივეცი. შეუძლია მოვიდეს და თავისი და წაიყვანოს. სასწრაფოდ იპოვე. იასემინი მას ელოდება. იასემინს აბრუნებს. არ მჯერა. ხავთქვი, რომ დედას დამიბრუნებს. გაჩომდი შველა. ისევ მახეს მიგებ? ადამიანები იცვლებიან მასწავლებელ. მეც შევიცვალე. შენი ვალი მაქვს. პირობა უნდა შევასრულო. ჩემი თუ არ გჯერა, იასემინს მაინც დაუჯერე. და ელაპარაკე შენდას. მიდი. იასემინ. და მელაპარაკე ჩემო საყვარელო. იასემინ. და მიდი და ელაპარაკე. და იასემინ. ჩემო სიცოცხლე. ძალიან მოგვენატრე. მეც ძალიან მომენატრეთ. თუ შენი დის საყვანა გინდა, აქ მოდი მასწავლებელო. სახლში რატომ არ უშვებ? ნუ თუ ისევ მახეს მიგებ. ძალიან დაუძლურებულია. წამოსვლისთვის ძალა არ ყოფნის. ჟურნალისტმა დინასტიის კლინიკის მისამართი კარგად იცის. როცა გინდა მოდი და წაიყვანე შენი და. აქ დაგელოდება. ალო. კათიშა. დედა იასემინის ხმა გაიგონე? გავიგონე. რა გითხრა იმ კაცმა? დინასტიის კლინიკაში ყოლია. ხო. ვიცი სად არის კლინიკა? იასემინი იქ ყოფილა. სისულელია. რატომ არ უშვებს იასემინს? ამბობს, იასემინს ეშინიაო. ნეტავეს სიმართლეა. ჩემი აზრით ზეინებს მახეს უგებს. იქნებ სიმართლეს ამბობს. იქნებ მართლა დამიბრუნოს დედა. ნეტავეს შესაძლებელია. ხო, წავიდეთ, წამოვიყვანოთ. ვალდებული ვარ წავიდე. გაგიჟდი? იმ დემონის ნდობა როგორ შეიძლება? შენი და შენი ოჯახი მოვა. შენ დას დედანერგის შენ შულს ნახავ იასემინ. გთხოვ. არაფერი დაუშავო მათ. მათ არაფერს დაუშავებ. სიტყვას გაძლევ იასემინ. საცოდაო საჰირე. ამ ჩანაწერებით ათეშს ყელში თოკი წაუჭირე. ჯერ ადრეა იმისთვის, რომ ესენი დიდ ბატონს მივართვა. ჯერ საჭიროა ათეში კიდევ უფრო დამდაბლდეს. მალე ნახავ რას ნიშნავს ლუციფერთან ბრძოლა. ყველაფრისთვის აგებ პასუხს ათეში. ისეთ რამეს მოგიწყობ. ცხოვრებას წამებაში გაატარებ.
2 საათი გავიდა და ჯერ არ მოსულა. თავისი დის დასაყვანად მოვა კომისარო. შენ გაქცეულს დაიჯერ. მე კი ჩემ გოგოს დავიბრუნებ. თავარია შენ ხალხს არ გაექცეს. როგორც კი ეზოს შემოვა, აქედან ვეღარ გავა. ყველგან ჩასაფრებულები არიან. მაგრამ ზეინებ მასწავლებელი, რომელსაც მე ვიცნობ, ისეთი სულელი არ არის, რომ შენს მახეში გაებას. კომისარო. ეზოში ტაქსი შემოვიდა. გასაგებია, ყველა მზადყოფნაში იყოს. არ მოხვიდე და მახე დაგიგეს. უკვე აქ არის. მოვიდა. კომისარო, ზეინეფი როგორც გეგონა, ისეთი ჭკვიანი არ ყოფილა. ეკიპაჟები გააფრთხილე, ახლავე მოვიდნენ. ყველა ერთეული საყურადღებოდ. ზეინებ მასწავლებელო, შეჩერდი. ჩემს დასმახე და ოგეს. ყველაფერი დასრულდა მასწავლებელო. კალბატონო ნილგუნ? ჟურნალისტო თქვენ? გეგონა ზეინეფი შენს მახეში გაებმებოდა. როგორ გაგიცრუდა იმედი ათეში. ღმერთი ბოროტ ადამიანებს და ბოროტებას არ ეხმარება. მათ ხელს უშლის. თუმცა ბოროტ ადამიანებს იმის საშუალებას აძლევს, რომ გამოსწორდნენ. ზეინეფ მას ეგვდელს გადაგარჩინა. მაგრამ შენ როგორც სულმდა ბალმა, მახე დაუგე. ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც შეგეფერება. მაგრამ ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდა. გონს მოდი და ამ წვალებლობაზე უარი თქვი. შენი დარიგება არ მჭირდება მოხუცო. სად დამალე მასწავლებელი? არ ვიცი სად არის. მასთან ტელეფონით გისაუბრიათ. კომისარო, ჩემი შვილი აქედან ძალიან შორს წავიდა. კალბატონო ნერგის კანონგარეშე პირის დახმარება დანაშაულია. თუ იმის გამო უნდა დაგსაჯოთ, რომ ზეინებს ველაპარაკეთ, დაგსაჯეთ. ერთ დღეს ზეინეფის გამო თავს უბედურება დაგატყდებათ. წავიდეთ ბატონებო. ხომ გითხარი რომ არ მოვიდოდა? წამოდი შვილო. სად მიდიხართ? იასემინი მიყვავს. იასემინი ვერ საწავა. იასემინი ჩემი შვილია. აქ ძალით ვერ გააჩერებ. ბატონო კომისარო, საჩივარი უნდა შემოვიტანოთ. იასემინს აქ ძალით ტოვებენ. დაგავიწყდათ, რომ მე და იასემინი ცოლ-ქმარი ვართ. მიუხედავად ამისა, აქ ძალით ვერ დატოვებთ. ჩემ შვილს აწამებ. წავიდეთ აქედან. შეჩერდით. მოდი ვკითხოთ იასემინს. უნდა თუ არა ჩემგან წასვლა? შვილო, უთხარი. უთხარი, რომ მასთან ყოფნა არ გინდა. ნოგეშინია იასემინ. სიმართლე უთხარი კომისარს. როგორ გაწვალებ და როგორ ყავდი ჩაკეტილი უთხარი. კალბატონო იასემინ, თქვენ მას უჩივით? თქვენ გეკითხებით კალბატონო იასემინ. არა. არ ვუჩივი. ამ შემთხვევაში მე ვერაფრით დაგეხმარებით. ოჩახ. წამოდი წავიდეთ. არ მინდა რომ თქვენ ჩემს და ასამ ბუშრას რამე ცუდი შეგემთხათ.
გინდოდა მახედა გიგო. ზეინებ მასწავლებლისთვის და პატარა გოგო ჩაგეგდო ხელში. ესეც კი ვერ შეძლის სულელო ათეში. ჩემს დას გადაურჩენი ხარ. მერე რა? მასთან ვალში ხარ. სიცოცხლე შეგინარჩუნა. რატომ მტრობ? შენ მადამ. ჩემი ქმნილება მომტაცა. ის სიძღმერთის შვილია, როგორც ყველა ადამიანი. ბუშრამე შევქმენი. ის გოგო ჩემი პროექტის ნაყოფია, რომელსაც წლები შევალიე. მაგრამ მაგ შენ მადამ ბუშრა გაიტაცა. დინასტიის წინაშე დამამცირა. ჩვენ შორის მტრობა არ დასრულდება. ვიდრე შენი და არ მოკვდება. ან სიბრაზე არ გამივლის. გასაგებია? თუ გინდა რომ დამშვიდდე, უარი თქვი სატანაზე, რომელსაც ემსახურები და ღმერთი იწამე. საკმარისია, გაჩუმდი. მე არ ვარ თქვენაირი. მე ვერაფერი შემცვლის. გესმის? მე არაფრის მწამს. არაფრის. ისევ იმ სატანას დავუტოვეთ, ჩემი გოგონა. მონერვიულობ დედა ნერგის. ჩვენ გავიმარჯვებთ. ნეტავ მაგ დღეს თუ მოვესწრები. იმედია დედა ნერგის. იმედია. ტაქსში ხდებიან. გავყვეთ. არის უფროსო. ჩამორჩი არ შეგვნიშნო. რა თქმა უნდა. მაგრამ იცოდე, ისინი არ უნდა დაგავრღო. დარწმუნებული ვარ, პირდაპირ ზეინებ მასწავლებელთან მიგვიყვანენ. მინდა დავიჯერო. დედა ზეინებ. შენი სიკვდილს გადაარჩინე. ისიც დაგპირდა თავს დაგანებებო. ცუდ ადამიანებსაც ექნებათ ნამუსი. ნეტა ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ ამბობ. დედა ნილგიონი რეკავს. ალბათ მოდიან. რა მოხდა? როგორც ვივარაუდეთ, ისე მოხდა, კომისარი შენგელოდებოდა. ეს ისედაც ვიცოდით. მეცადეთ იასემინი წამოგვეყვანა, მაგრამ ვერ შევძელით. ჩვენ გზაში ვართ, მოვდივართ. არი ნერვიულო შვილო. ნეტავ ყველაფერი ისე ხდებოდეს, როგორც ეს შენს პატარა კეთილ გულს უნდა. მაგრამ ცუდ ადამიანებს ძალიან უჭირთ სიბნელიდან გამოსვლა. არც იფიქრო რომ გაიქცე.
სასწრაფოდ მჭირდება მასში არსებული მასალა. დიდ ფორმატზე დამიბეჭდეთ. ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს. 4 საათში მოგართმევთ, ბატონო. საბუთები მასზე ადრე უნდა ჩავიგდო ხელში. მიბრძანეთ, ქალბატონო ნიუგლი. თქვენი სახლი უნდა გაუჩრიკოთ. ჩემს სახლში შემოსვლის უფლება არ გაქვთ. ვიცით, რომ ზეინებ მასწავლებელი იქ არის. თქვენ აქ დაგაკავებთ, ხოლო ჩხრეკის ორდერს ახლავე მოვატანინებ. ყველაფერი გაჩხრიკეთ. იქა შეიხედეთ. არავინ არის კომისარო. კარგი, წავიდეთ. მკვლელს გაქცევაში ეხმარებით. ჩემი შვილი მკვლელი რომ იყოს, საკუთარი ხელით მოვიყვანდი თქვენთან, კომისარო. მაგრამ ის განათლებული და კეთილი ქალია. ზეინეფი მკვლელი ვერ იქნება. ის ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს, რადგან ღმერთის ეშინია. იმაზე კი არ იფიქრებს თქვენ არ დაიჭიროთ. იმაზე იფიქრებს ღმერთს რა პასუხი გასცეს. საჰირემ ზეინეფის უდანაშაულობის და დინასტიის შესახებ ზოგიერთი დამამტკიცებელი საბუთი გამოგვიგზავნა. მაგრამ ხანძარი გაჩნდა. ბატონი ოსმანიც და ის საბუთებიც ცეცხლმა წაგვართვა. საჰირეს რატომ უნდა სდომებოდა ზეინეფის დახმარება? მიზეზი ის იყო, რომ დინასტიას მისი მოკლა უნდოდა. ანუ საჰირე მოკლეს? ქალი უცებ აურთქლდა. თუ არ გჯერა გამოიძიე, კომისარო. წავიდნენ. ნეტავისა გვითოლთვალებენ. არ მგონია. ზეინებს დავურეკავ, გავიგოთ სად არიან. რა დაგემართა? იასემინზე ვფიქრობ. სულ არ შეცვლილა ჩემი პატარა. ისევ ისეთია.
თუ კიდევ შემიქმნი პრობლემებს იცოდე ინანებ. გვპირდები, პრობლემებს არ შეგიქმნი. რა მოხდა? ჩემი აპლოდისმენტები. თავარ როლში ჭკვიანი გმირია, რომელიც საცოდავ მასწავლებელს მახეს უგებს. მაგრამ მასწავლებელმა კარგად იცის მას როგორ გაექცეს. ფინიცის ეს მე რამდენად მოახერხა. ტრაგედიად ქცეული დაჭერობანა. თავი დაანებე, ვერაგულად ჩემს თვალთვალს. არავის უთვალთვალებ. მე იმას ხედავ, რისი დანახვაც მინდა. ათეშ მომშორდი. მასწავლებელი მე მომანდე. ვიპოვი და მოვიყვან იმ პატარა გოგოს, რომელიც ვერაფრით დაიჭირე. ბუჩრა, ჩემი ქმნილებაა. ლუციფერ, ჩემს საქმეში ნუ ერევი. იასემინ, მითხარი. შენი გოგო მართლა უკვდავია. იქნებ შენც უბრალო ადამიანი ხარ, რომელსაც ათეში დინასტიის მოსატყუებლად იყენებს. თქვენ ვიხართ. რა გინდათ ჩემგან? ვითომ ჩემი დამხმარია. მაგრამ შემთხვევებს არ უშვებს, რომ ზურგიდან თავს დამესხას. შენთვის ჯერ არ მიჩვენებია ჩემი ნამდვილი სახე, მაგრამ მზად იყავი. დინასტიის ორგულობაში მწამებს ბრალს. მისი მიზანი ჩემი განადგურებაა. ჩემი განადგურება. მისი მიზანია ჩემი გაქრობა, ჩემი მოსპობა. ჩემი განადგურება. ჩემი მოსპობა. არა. მე მიკითხა? სამწუხაროდ ვერ მოასწრო. წესიერად ვერც კი დაველაპარაკეთ. ბებია, დედა იასემინი მენატრება. სიზმარში სულ მას ხედავ. მე სულ მესიზმრებ. ვიფიქრე აგედევნებოდნენ და მაშინვე სახლიდან გავედი. კარგად მოგცეულ ხარ. უჭკუოდ მოვეკეცეთ სახლში რომ წამოვედით. ალბათ იასემინი რომ დაინახე ყურადღება გაგეფანტა. მართალია. სახლში ვეღარ დაბრუნდებით, სადმე უნდა დავიმალოთ. აღარც უნდა დაბრუნდეთ. ხომ არ დაგავიწყდა რომ ჟურნალისტვის კვლევა უნდა დაიწყო. სად უნდა წავიდეთ? სანაპიროზე პატარა უბანია. იქ თქვენ ვერავინ გიცნობთ. ნუ აღარ ვივლით, პირდაპირ იქ წავიდეთ. დედა უნდა დაგემშვიდობოთ. უნდა წავიდეთ? გოშველო. ისევ განშორება. ამჯერად ახლოს იქნებიან. როცა მოგენატრება მათთან წაგიყვან. თავს გაუფრთხილდეთ, შვილებო. გახმოვანებულია მთავარ არხზე.